მოცვის საწარმო Bluebird Berries-ის მოსავალი მიმდინარე წელს 4000 ტონას მიაღწევს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ბაია საულქვაძე BMG-სთან საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად მრავალი მეტეოროლოგიური გამოწვევისა, მიმდინარე წელს მოსავლიანობა თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა, რაც შარშან იყო. მისი თქმით, მოსავლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე დაბინავებულია. 350 ტონა მოცვი კი უკვე გაიზარდა საექსპორტო ბაზრებზე ევროკავშირში, გალფის ქვეყნებსა და რეგიონებში. როგორც ბაია საულქვაძემ აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე ქართული მოცვის საექსპორტო ღირებულება სტაბილურად მაღალია, რასაც მოცვის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში მოსავლიანობის დაგვიანებამ შეუწყო ხელი. ქართული საიუველირო ბრენდი ზარაფხანა თბილისში ახალ შოურუმს გახსნის. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ უთხრა. როგორც მას სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, ზარაფხანას ახალი კრეატიული დირექტორი ყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც სექტემბერში ახალი კოლექციის პრეზენტაციაც იგეგმება. ზარაფხანას ახალი დირექტორი ირაკლი ნასიძეა. მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ახალი კოლექცია სახელწოდებით მისტიკური კონტურები. ეს კოლექცია დაახლოებით 2 თვეა, რაც გამოუშვეს და სექტემბერში იქნება კიდევ ერთი კოლექციის პრეზენტაცია, ამბობს სამხარაძე. 2025 წლის 5 თვეში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები ახალ პროექტებში 3%-იან, ძველ პროექტებში კი 21%-იან კლებას აჩვენებს. Colliers Georgias განახლებული მონაცემების მიხედვით 4 თვიანი კლების შემდეგ ბაზარი მაისში პირველად გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3427 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იან ზრდას ნიშნავდა. 21%-ით $261 მილიონამდე გაიზარდა ბაზრის ზომა. რაც შეეხება ფასებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. გარეგნობაში ფართო ცენტრში 8.4%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. მოთხოვნის შესუსტების მიუხედავად ფასები გაიზარდა ძველ ბინებზეც. ქალაქის ცენტრში ზრდა იყო 9.5%, ფართო ცენტრში 1.4%, ხოლო გარეგნობაში 3.8%. 2025 წლის პირველი 6 თვე საცალო ვაჭრობის სექტორის ნაწილისთვის კლების ტენდენციით დასრულდა. რიტეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მომხმარებელთა ნაკადი შემცირებულია და გაყიდვების კლება ფიქსირდება. როგორც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ კოტონში BMG-ს უთხრეს, მათ შემთხვევაში 2 კვარტლის მონაცემებით გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 10%-ით, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 13%-ით არის შემცირებული.